Accelera და იტაგი კამპტიას EMEA Member and Partner Conference-ზე მიემგზავრებიან. ეს ღონისძიება გადაჭარბების გარეშე იძლევა უნიკალურ შანსს, რომ საქართველოს გამოცდილება გლობალურ ექსპერტებთან არც მეტი დანაკლები დაკავშირდეს. ახალი შესაძლებლობები, საუკეთესო პრაქტიკები მოიძებნოს, რაც სასწავლო პროგრამების განვითარებას და საქართველოში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას შეუწყობს ხელს. კომპტია ეს არის, არ ვიცი, სოფლიოს უდიდესი IT ასოციაცია და IT პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების ლიდერი პროვაიდერი. ხო და რას ველოდებით მთელი ქვეყანა და კონკრეტულად რას ელოდებიან ამ ღონისძიებაში მონაწილეობისგან და როგორ გაუკეთებენ აი ამ ყველაფერს კაპიტალიზაციას ქვეყნისთვის, საკუთარი თავისთვის და ბიზნესის აგუგუნებისთვის. გვეტყვის მეც თორნიკე თოხაძე, იგი იტაგის თავმჯდომარეა და ჩვენთან ერთად ასევე არის გურამ ნაცვალაძე, რომელიც Accelera-ს დამფუძნებელი და ჰედმასტერია და სწორედ მათთან ერთად ვაგზელებ საუბარს. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. კაი გამარჯობა. მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა. ვიდრე ყავას შემოგთავაზებ, თორნიკე, მინდა თქვენგან დავიწყო. შესავალი გავაკეთე, მაგრამ ეს არ არის იმ ყველაფრის მოცვა, რასაც კომპტია ქვია. მე ყავას მომამზადებ, თქვენ კიდე ამასობაში მოგვიყვებით კომპტია რას წარმოადგენს და რატომ აქვს ამ სამის ესეთი მნიშვნელობა. კი ბატონო, სიამოვნებით. დავიწყოთ. ისმენთ, აბა რატო არის მნიშვნელოვანი კომპტია სამიტი? კომპტია სამიტი პირველ რიგში იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოსთან IT ასოციაციის ჩართულობა უზრუნველყოფს ჩვენთვის იმ ინფორმაციაზე წვდომას, რასაც ძალიან დიდი გავლენა შეუძლია მოახდინოს IT სექტორის განვითარებაზე. მთლიანად სექტორის განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენ მივემგზავრებით კონკრეტული მისიით და გვაქვს დასახული კონკრეტული მიზნები, ვინაიდან ჩვენი პარტნიორობა უკვე 1 წელზე მეტია გრძელდება კომპტიასთან და მიწვევა საპარტნიორო სტატუსით, როგორც პარტნიორის ჩართულობა ამ კონფერენციაში, ეს უკვე უფრო მაღალი ხარისხის ურთიერთობას ნიშნავს და ჩვენ ვაპირებთ ამ ურთიერთობის გამოყენებას IT სექტორის სასარგებლოდ და სექტორი მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობას ჩვენი და კომპტიას პარტნიორობით, IT ასოციაციის და კომპტიას პარტნიორობით. ეს უპირატესობა გამოხატული იქნება იმაში, რომ ხელმისაწვდომობა საერთაშორისო დონის ხარისხიან განათლებაზე IT მიმართულებით გაიზრდება, ხელმისაწვდომობა გაიზრდება ლიცენზირებულ კონტენტზე, ხელმისაწვდომობა გაიზრდება კვალიფიციურ ადამიანურ კაპიტალზე და პირდაპირ უფრო მეტი შანსი ექნება IT კომპანიებს ხარისხიანი კადრების აყვანის და დაქირავების, ვიდრე ეს შანსი იყო აქამდე. გარდა ამისა, მთავარი მიზანი ჩვენი და მთავარი მოლაპარაკების საგანი, მადლობთ. მთავარი მოლაპარაკების საგანი კომპტიას ხელმძღვანელობასთან უშუალო და პირდაპირ ურთიერთობაში არის საქართველოსთვის რეგიონალური სტატუსის მინიჭება და საქართველოსთან ჩვენი შეთავაზება გულისხმობს საქართველოს წარდგენას როგორც პლატფორმის აღშეთავაზებით მივიდივარ. რა თქმა უნდა. გურამთან ესეთი თემა მაქვს, რომ კონკრეტულად ამ შემთხვევაში რა როლი აქვს ასოციაციას და Accelera-ს ამ სამიტზე და ეს კითხვა ცხადია მე თქვენთანაც გადმოვა ალავერტად, მაგრამ დავიწყოთ. აბსოლუტურად. სანამ უშუალოდ სამიტზე გადავალ, მე მინდა მოკლედ ვთქვა თვითონ Accelera-ს შესახებ, რატომ შეიქმნა Accelera და რა როლი ექნება ქართულ ბაზარზე Accelera-ს. თქვენს ეთერში გიორგი არაერთხელ გისაუბრიათ დეფიციტზე, ტექ ტალანტების ლოკალურ ბაზარზე, რომელიც საქართველოშიც ძალიან მწვავედ დგას და არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში რადიკალურად იზრდება ტექ ტალანტებზე მოთხოვნები და ამ წლების მანძილზე ჩვენს სხვადასხვა ბიზნესების ახალგაზრდების კუთხით ვაწყდებოდით ამ შეკითხვებს, რომ როგორ დავიწყოთ IT კარიერა, როგორ განმავითაროთ ტექ ტალანტები, რომლებიც რეალურად საქმის გაკეთებას სწრაფად შეძლებენ და დამსაქმებლებისთვისაც ასე ვთქვათ
სასარგებლო და პირველივე დღიდან იქნებიან, ასე ვთქვათ. ახალგაზრდები გვეკითხებოდნენ ერთი მხრივ ამას, მეორე მხრივ დამსაქმებლები გვეუბნებოდნენ, რომ ვერ აგვყავს ახალი ტალანტები, ახალი ადამიანები, მხოლოდ ძველი ხალხი ტრიალებს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იმ ადამიანებს ისეთი რაღაცა აქვთ ნასავ და ჩვენ არ გვარგია რეალურად და გვჭირდება ჩვენ დამსაქმებლების საჭიროებებზე მორგებული ტექ ტალანტები, რომ განვითარდეს ლოკალურ ბაზარზე. და ზუსტად ამ გამოწვევის საპასუხოდ შევქმნით ჩვენ ეს იდეა განმავითარეთ, რომ შეგვექმნა აქსელერა, რადგან ახლა ვიმყოფებით აქსელერაციის ერაში და ყველაფერი დაჩქარებულია და ბიზნესი არ იწმენს, დღესვე სჭირდება მათ ტალანტები და საქმის შემსრულებელი ხალხი რეალურად და ამ გამოწვევის საპასუხოდ ჩვენ გავაკეთეთ ესეთი რაღაც, რომ გავაკეთეთ გამოკვლევა ბიზნესების, მათი საჭიროებების, რას უნდა აკმაყოფილოს, რა საქმეს, რა job descriptions უნდა ასრულებდეს, ესე ვთქვათ, ის ადამიანი, რომელიც უნდა დასაქმდეს კომპანიაში და დაიწყოს მისთვის სარგებლის შექმნა და ამ კონცეფციაზე დაფუძნებით ჩვენ შევიმუშავეთ და შევქმნით პლატფორმა IT კარიერის დასაწყებად და კარიერის განვითარებისთვის. და იმისთვის რომ ეს ყველაფერი ესე ვთქვათ ხარისხიანი და ძლიერად გაგვეკეთებინა ჩვენ ვიმართეთ საქართველოს IT ასოციაციას ITAX რომელმაც გაგვიზიარა ლოკალური ბაზრის ნიუანსები, კვლევები და მოთხოვნები რაც თითოეულ დამსაქმებელს ჭირდება და გარდა ამისა დავიწყეთ გლობალური პარტნიორის ძიება რომელიც დაგვეხმარებოდა მსოფლიო გამოცდილების და ტენდენციების და უნიკალური მიდგომების მოწოდებაში რასაც გამოვიყენებდით სუსად ტექნოლოგიების გასავითარებლად და აქ მივადებით კომტიას რომელიც არის მსოფლიოს უდიდესი IT ასოციაცია რაც უკვე ვისაუბრეთ, გაუზიარეთ ჩვენი ხედვები, ჩვენი მიზნები, რაც ძალიან ემთხვეოდა ერთმანეთს, ესე ვთქვა და ზუსტად ამ ერთ ხაზზე ვიყავით, ესე ვთქვა და ამ ყველაფრის შედეგად აქსელერა მიიღო კომტიას ავტორიზებული საგანმანათლებლო პარტნიორის სტატუსი საქართველოში და დამატებითი მისი გამოცდილების გაზიარების შედეგად დაიწყო ზუსტად სამუშაოზე დაფუძნებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამების განვითარება საქართველოს ბაზრში. წეგან თორნიკესგან მოვისმინე ჰაბის ჭრილში კონკრეტული ინიციატივები, რაც არის გზავნილი და მთავარი თემა. ჩემთვის პირადად მთავარი თემა და დარწმუნებული ვარ დღეს ამას BMG სერიოზულად დაიტაცებს, რომ საქართველოს იქცეს რეგიონალურ მინიმუმ ჰაბად ამ თემასთან დაკავშირებით. პირადად თქვენ, აი თემა რო გავაგზავნოთ ვიდრე თორნიკესთან გადავალ, თქვენი მხრიდან იგეგმება თუ არა რაიმე კონკრეტული ინიციატივები სამიტთან დაკავშირებით? აბსოლუტურად, ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარ დაგეგმილი უკვე შეხვედრებიც კი, როგორც კომტიას ლიდერებთან, ასევე კომტიას სხვა გლობალურ პარტნიორებთან, რომლებთან ერთადაც ჩვენ გეგმოთ, რომ საქართველოში გავაძლიეროთ და ესეთ გავზარდოთ capacity ისეთი პრაქტიკაზე და დამსაქმებლების საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამების გაშვების, რაც დღეს ძალიან რთულია, იქიდან გამომდინარე ტრენერების დეფიციტიც კი არსებობს, რომ იმ ყველაზე მოთხოვნად უნარებს, რომლებიც უკავშირდება კიბერუსაფრთხოებას, cloud ტექნოლოგიებს, AI-ს საქართველოში არ არის ჯერ კიდევ და ეს გამოცდილება და გეგმავთ, რომ სამიტის შედეგად ჩვენ დავპარტნიორდებით ისეთ ადამიანებთან, ისეთ ექსპერტებთან, ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან, რომ ეს ყველაზე მოთხოვნადი უნარების ხელმისაწვდომობა შეიქმნას საქართველოში და დაგვეხმაროს ახალი ტალანტების შექმნასა და განვითარებაში. კითხვა ორთავესთან დავიწყებ თორნიკეთი. როგორ ხედავთ ამ ორგანიზაციის უკაცრავად თვითონ აი ამ ღონისძიების, აი ამ სამიტის გავლენას თქვენი ორგანიზაციის სტილში, მის ზრდაზე, ITAG-ის წევრებისთვის, ამ შემთხვევაში უკვე ამ ჭრილში ვსაუბრობ და ცხადია უკვე აქსელერაზე გავლენისთვის. თორნიკე, თქვენი დავიწყოთ. პირველი რაც უკვე წინ ვსწრებით ჩვენ მოლაპარაკებული ვართ, ეს არის ჩვენი წევრებისთვის განსაკუთრებული პირობები ტრენინგებზე და გამოცდებზე. ეს უკვე გვაქვს? ეს უკვე ამაზე უკვე ვართ შეთანხმებულები და ეს როგორც კი ჩვენ დავბრუნდებით და ამაზე ესე იგი ოფიციალურად განვაცხადებთ მათ შორის თქვენს ეთერში დაიწყება ეს კამპანიური ხასიათის ინფორმაციის ასე ვთქვათ გავრცელება და მივაწვდით ხმას არა მარტო ჩვენს წევრებს, არამედ აი ყველა IT კომპანიას, რომელიც საქართველოში IT სექტორს ქმნის, თუმცა ჩვენი წევრებისთვის განსაკუთრებული პირობები იქნება ცალსახად. ამიტომ ამით ისარგებლებს ყველა, ეს არ არის კონკრეტული კომპანიების რაღაცა ვიწრო ინტერესებს არ ემსახურება, ეს არის ფართე საზოგადოებრივი ინტერესი, ემსახურება სექტორის განვითარებას და ეს არის ასოციაციის სტრატეგიის, რომელსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ასოციაცია ატარებს ერთ-ერთ
ერთ-ერთი ნაწილი. ეს სტრატეგიის მიმართულება გახლავთ წვდომა კვალიფიციურ ადამიანურ კაპიტალთან IT სექტორისთვის და ეს ჯამურად სტრატეგია, ეს ტაქტიკური ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვდგავთ და საპარტნიორო სტატუსი აქსელერას შექმნაში მონაწილეობა, შეთავაზება, რომ ესე იგი აღმოსავლეთის ქვეყნებში გაფართოების და დიახ, რა თქმა უნდა და პლატფორმის საქართველოს ICT სექტორის პლატფორმის სახით შეთავაზება და კონცეფცია თვითონ აქსელერასიც არის როგორც პლატფორმა IT განათლებისთვის და კარიერული წინსვლისთვის. ეს ძალიან გვჭირდება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჯამურად მოდის თანხმედრაში ჩვენს ხედვასთან, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ICT სექტორი მომავალი 5-10 წლის განმავლობაში გახდეს ნომერ პირველი სექტორი საქართველოს ეკონომიკის სექტორებს შორის 10 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავლით. ამისთვის აუცილებელი ფაქტორია და პირველი ქვაკუთხედი არის წვდომა კვალიფიციურ ადამიანურ კაპიტალთან და ამის შემდეგ უკვე რეგიონალური განვითარება და ლიდერობა რეგიონში ამ თვალსაზრისით. შემაჯამებელი მაინც აქსელერას ბენეფიციარებისთვის ანალოგიურ კითხვაზე პასუხი გურამ. კი, აბსოლუტურად. გამოვეხმარები და გავაგრძელებ თორნიკეს ნარატივს. მთავარი მიზანი, ესე ვთქვათ, აქსელერასი არის, რომ გახდეს ადგილი აქსელერას მიზანი პირველ რიგში იყო, რომ შეგვექმნა როლ მოდელი, ესე ვთქვათ, ლოკალურ ბაზარზე, როგორ უნდა განხორციელდეს ტექ ტალანტების გაზრდა და განვითარება. ამისი სხვადასხვა თანამედროვე მიდგომების გამოყენებით და პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებთ. და მთავარი ბენეფიტი აქსელერას პროგრამებში არის კერძო დამსაქმებლებთან პარტნიორობა, თითეული პროგრამა ხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, რაც ზუსტად იმის გარანტიას იძლევა, რომ ეს ადამიანები შეისწავლიან და მომზადდებიან ზუსტად იმ უნარებით, რაც დამსაქმებელს სჭირდება და რეალურად პირდაპირ გადადიან უკვე დასაქმების ფორმატში. მაგარია. მე გელოდებით როგორც სიახლეები იქნება გურამ თორნიკე. მადლობა მომბრძანებისთვის. ძალიან მაგარი ამბებია მეგობრებო, სულ რამდენიმე წუთში ამ საუბრის ვიდეო ვერსიას ნახავთ BMG-ს ვებგვერდზე, თუმცა სტატიებიც გაკეთდება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი თემები დაანონსეს. თორნიკე თოხაძემ, ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაცია IT-ის თავმჯდომარემ და მადლობა მომბრძანებისთვის გურამ ნაცვალაძეს, აქსელერას თანადამფუძნებელს და ჰედმასტერს.